გამარჯობა, თქვენ უყურებთ ამერიკის ხმას და ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი დღეს. მე ეკა მაღალდაძე ვარ და დღევანდელ გადაცემაში შემდეგ თემებზე გიამბობთ. საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები. ამერიკის 47 პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის გაერთიანებული სხდომისადმი გზავნილები, მიღწევები, გეგმები. ახალი საკანონმდებლო რეგულაციების სამოქალაქო უფლებების და თავისუფლებების წინააღმდეგ. ინტერვიუ ლორა თორნტონთან. უკრაინელი ჯარისკაცების ბრძოლა ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ. შფოთვა და პოსტტრაუმატული სტრესი. დარჩით ჩვენთან. ამერიკის დრო დაბრუნდა. ჩვენი სული, ჩვენი სიამაყე, თავდაჯერება დაბრუნდა. ამერიკული ოცნება წინ მიიწევს. ამ სიტყვებით მიმართა ამერიკის კონგრესის გაერთიანებულ სხდომას დონალდ ტრამპმა, 47 პრეზიდენტმა. მექსიკისა და კანადის წინააღმდეგ ტარიფების ამოქმედების დღეს ფიცის მეორედ დადებიდან თვენახევრის შემდეგ თითქმის 100 წუთიანი მიმართვის განმავლობაში მან შიდა და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. ახსენა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად სამშვიდობო ძალისხმევაც და ამერიკის ოქროს ხანის დაწყებაც გამოაცხადა. დონალდ ტრამპი კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე მეხუთედ წარდგა. ფიცის დადებიდან 6 კვირის შემდეგ თითქმის 100 წუთიანი გამოსვლისას პრეზიდენტმა თავის მიღწევებზე, გეგმებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა. თქვა, რომ უკვე იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ზოგმა პრეზიდენტმა 4 თუ 8 წლიანი საპრეზიდენტო ვადისას. ამერიკის დრო დაბრუნდა, ჩვენი სული, ჩვენი სიამაყე, თავდაჯერება დაბრუნდა. ამერიკული ოცნება წინ მიიწევს და ის უფრო დიდი და უკეთესი ხდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. იმიგრაცია, საზღვრის უსაფრთხოება, მართლმსაჯულების რეფორმა, მთავრობის ხარჯების შემცირება და ეფექტურობის გაზრდა, საგარეო დახმარების გადახედვა, სატარიფო პოლიტიკა, მისი ანგარიშის მთავარი ნაწილები იყო. პრეზიდენტის გამოსვლის დღეს ამერიკამ მექსიკისა და კანადის წინააღმდეგ 25%-იანი ტარიფები აამოქმედა. ჩინეთს კი უკვე დაწესებული ტარიფი გაუორმაგა. ამერიკის მთავარმა სავაჭრო პარტნიორებმა პირობა დადეს, რომ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამდნენ. მოგვიანებით თეთრმა სახლმა ტარიფების ნაწილის ამოქმედება გადადო. საფინანსო სექტორი ცვლილებებს რყევებით შეხვდა. პრეზიდენტმა ამერიკელებს, რომლებსაც შესაძლოა სავაჭრო ომის შედეგები შეეხოთ, სიმშვიდისკენ და გაგებისკენ მოუწოდა. იქნება ცოტა შფოთვა, შეწუხება, მაგრამ ჩვენთვის ამას არ აუშავს. ბევრი არ იქნება. საგარეო პოლიტიკიდან კი პრეზიდენტმა ყველაზე ვრცლად რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად სამშვიდობო ძალისხმევაზე ისაუბრა. მანამდე რამდენიმე დღით ადრე თეთრმა სახლმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. კიევის და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ არაერთი კრიტიკის. შემდეგ კი ოვალურ კაბინეტში ხმაურიანი შეხვედრის მერე უკრაინის იშვიათ წიაღისეულზე მიღწეული შეთანხმების ხელმოწერა ვერ შედგა. შეთანხმების, ისევე როგორც უკრაინის დახმარების მომავალი ამ დრომდე გაურკვევლად რჩებოდა. თუმცა გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ წერილი გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ მინერალებზე შეთანხმების მისაღწევად და მშვიდობაზე სასაუბროდ ნებისმიერ დროს მზადაა. პრეზიდენტმა ტრამპმა ამ წერილის დიდი ნაწილი კონგრესის წინაშე წაიკითხა. კმაყოფილება გამოთქვა და ამით ბევრს იმედი მიეცა, რომ შეთანხმება მაინც შედგება. თუმცა არ გამართლდა მოლოდინი იმის თაობაზე, რომ ის მისი ხელმოწერის გადაწყვეტილებას დაადასტურებდა ან თარიღს დაასახელებდა. დღეს მე მივიღე მნიშვნელოვანი წერილი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან. წერილში ნათქვამია, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, რამდენად სწრაფადაც ეს შესაძლებელია, რათა მივუახლოვდეთ ხანგრძლივ მშვიდობას. მან თქვა, რომ არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. მე და ჩემი გუნდი პრეზიდენტ ტრამპის მტკიცე ლიდერობით ხანგრძლივი მშვიდობისთვის სამუშაოდ მზად ვართ. ჩვენ მართლაც ვაფასებთ, რამდენი გააკეთა ამერიკამ უკრაინის დასახმარებლად, რათა მას შეენარჩუნებინა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მინერალებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეთანხმების თაობაზე უკრაინა მზადაა მას ხელი მოაწეროს თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს. მე ვაფასებ, რომ მან ეს წერილი გამოგზავნა. ამავე დროს ჩვენ სერიოზული დისკუსიები გქონდა რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი გზავნილები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. ეს შესანიშნავი არ იქნებოდა?
მოგვიანებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ საუბარი გრძელდება და უახლოეს მომავალში შეიძლება მნიშვნელოვანი შეხვედრებიც ვიხილოთ, დოკუმენტების ხელმოწერაც და მოლაპარაკებების დასაწყისიც. ამ გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე კი პრეზიდენტმა თეთრსახლში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოც ახსენა და თქვა, რომ ამერიკის ყოველი წინა პრეზიდენტის მმართველობისას რუსეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე ამყარებდა კონტროლს. ვფიქრობ, რუსეთს სულ შეთანხმების მიღწევა. ჯერა რომ უკრაინულ ხალხსაც ნამდვილად სულ შეთანხმება. ის იმაზე მეტად იტანჯა, ვიდრე ვინმე სხვა. დაფიქრდით. პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, არა? რუსეთმა მიიღო საქართველო. პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს მიწის დიდი ნაწილი, სადაც მათი წყალქვეშა ნავების ბაზაა, ყირიმი. პრეზიდენტ ტრამპის დროს მათ ვერაფერი მიიღეს. შემდეგ პრეზიდენტ ბაიდენისას მათ სადეს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება. პრეზიდენტი რომ არ გამختارიყავი, მიიღებდნენ მთელ უკრაინას. და იცით რა მივეცი მათ მე მათ მივეცი ანტისატანკო რაკეტები, მივეცი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ის ჯაველინები, რომლითაც კიევისკენ მიმავალი ასობით შეუჩერებელი ტანკი შეაჩერეს. პუტინს შეუძლია გითხრათ, რომ ეს მათთვის არც ისე კარგი იყო. ეს ფაქტია და მე სამართლიანობა მინდა. ტრადიციულად კონგრესისადმი პრეზიდენტის მიმართვას მისი მოწინააღმდეგე პარტიის სპეციალურად შერჩეული წარმომადგენლის მოკლე გამოსვლა მოხვება ხოლმე. წელს ეს მიჩიგანელი დემოკრატი სენატორი იყო ელისა სლოტკინი, რომელმაც თქვა, რომ შტატში მან და პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ ნოემბერში ერთდროულად გაიმარჯვეს. სლოტკინმა რუსეთ-უკრაინაც ახსენა და პრეზიდენტი მეგობრებზე თავდასხმაში და დიქტატორებთან დამეგობრებაში დაადანაშაულა. ის სცენა ოვალურ კაბინეტში არ იყო უბრალოდ რეალითი შოუს ცუდი ეპიზოდი. მან შეაჯამა ტრამპის მთელი მიდგომა მსოფლიოსადმი. მას სჯერა ვლადიმირ პუტინის მსგავს დიქტატორებთან დაახლოების და კანადის მსგავსი ჩვენი მეგობრებისთვის კბილებში ჩარტყმის. თუმცა პრეზიდენტის მიმართვის დაწყებიდან 5 წუთზე ნაკლებ დროში მქუხარე აპლოდისმენტების პარალელურად მას სიტყვა დემოკრატების პროტესტმა შეაწყვეტინა. ტეხასელ კონგრესმენს, რომელიც ჯანდაცვის პროგრამის გაუქმების იდეას ეწინააღმდეგებოდა, წესრიგისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს, შემდეგ კი დარბაზი დაატოვებინეს. დემოკრატებმა პროტესტი ბევრჯერ ხმამაღლა, ზოგჯერ კი მდუმარედ ბანერების აწევით გამოხატეს, რომლებითაც ამბობდნენ სიცრუეა. ზოგს მაისურზე წინააღმდეგობისკენ მოწოდება ეწერა, ზოგიც ამას ჩაცმულობის ფერით გამოხატავდა. უმეტესობამ კი ეს წინააღმდეგობა იმით გამოხატა, რომ თითქმის 100 წუთიანი მიმართვისას პრეზიდენტის არც ერთ მოწოდებას თუ განცხადებას არც ტაში დაუკრა და არც ფეხზე წამოდგა. პრეზიდენტმა ამერიკისთვის ახალი კურსი დასახა, უფრო დამოუკიდებელი, ნაკლები სამუშაო ურთიერთობით ჩვენს მოკავშირეებთან და სხვებთან მსოფლიოში. რაც ძალიან განსხვავებული ამბავია, დიდი ცვლილება იმისგან, საითაც თითქმის 100 წლის განმავლობაში მივდიოდით. დეტალები სულ-სულად ჯერაც აკლია. ბევრი საუბარია მთავრობის ხარჯებზე, დიდვალზე, ტარიფების თემაზე. მან ამერიკელებს თხოვა ცოტა მტკივნეული შედეგებისთვის მზად იყვნენ. გაუგებარია რაც გულისხმობს. ხალხი უკვე ძალიან იტანჯება. მათთვის იმის თქმა, რომ კიდევ მეტი უნდა მოითმინონ, ძალიან საინტერესოა. ნახავთ რა სურს ამერიკას. რესპუბლიკელი კანონმდებლები კი ამბობენ, რომ ეს მიმართვაც პრეზიდენტის ტრიუმფალური დაბრუნების ნაწილი იყო, სადაც ის ერთი მეორის მიყოლებით ასახელებდა წარმატებებსა და მიღწევებს. ეს გამოსვლა იყო ამერიკელებისთვის იმედის შესახებ, ამერიკული ოცნების აღდგენის შესახებ. ეს გამოსვლა იყო ამერიკის სრულების შესახებ. ვფიქრობ, სრულებით გასაოცარი რამ ამ პრეზიდენტის თაობაზე ისაა, თუ რამდენად ბევრი იმ დაპირების შესრულება შეძლო მან, რაც ამერიკელ ხალხს წინასაარჩევნო კამპანიისას მისცა. ეს იმ მანდატის ფარგლებში, რაც ამერიკელმა ხალხმა მას და კონგრესს მიანიჭა. რაშიც უნდა ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე პრეზიდენტს, იმას უნდა დაეთანხმო, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პოლიტიკური ფიგურა და პოლიტიკური ლიდერია ამერიკაში. ამერიკაში კი აქტიური პოლიტიკური კვირები გრძელდება. ახლა ლიდერების ყურადღება კონგრესისკენაცაა მიპყრობილი, სადაც კანონმდებლები ბიუჯეტის პროექტზე უნდა შეთანხმდნენ, რათა 15 მარტს ამერიკის მთავრობა ნაწილობრივ არ დაიხუროს. ეკა მაღალდაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. ქართული ოცნება სწრაფი ტემპით იღებს მედიასთან, უცხოურ დაფინანსებასთან თუ სხვა სამოქალაქო უფლებებთან დაკავშირებულ ახალ-ახალ საკანონმდებლო აქტებსა თუ ცვლილებებს. რეგულაციები ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილის აზრით კიდევ უფრო მეტად ზღუდავს განსხვავებული აზრის გამოხატვას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მარია მუგრეხელიძე ესაუბრა მაკ-კეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორს ლორა თორნტონს.
გასული კვირა საქართველოს პარლამენტისთვის საკმაოდ დატვირთული იყო, მათ რამდენიმე კანონპროექტსა და ინიციატივას უყარეს კენჭი, მათ შორის იყო უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, ის რასაც ხელისუფლება ამერიკული ფარას სიტყვასიტყვით თარგმანს უწოდებს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებისთვის ეს მათ წინააღმდეგ მორიგი სადამსჯელო იარაღია. ლორა თორნტონი მაკეინის ინსტიტუტის გლობალური პროგრამების დირექტორი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამერიკული მაგალითის მოყვანა არ ახალია, თუმცა ეს არგუმენტი დიდი ხანია გაქარწყლებულია და პარლამენტის მიერ კენჭისყრა მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ხელისუფლება მეტ სადამსჯელო ნაბიჯებს დგამს. მათ ეს ადრეც თქვეს, როცა უცხოური აგენტების კანონი შემოიღეს, რომ ის ამერიკულ ფარას ეფუძნებოდა. თუმცა ეს რომ ასე არ იყო, რამდენჯერმე უკვე ითქვა. არის რამდენიმე რამ, რაც განსხვავებულია. უპირველეს ყოვლისა, საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, რელიგიური საქმიანობისთვის გამონაკლისები და ასე შემდეგ. მაგრამ რაც მთავარია, ფარა შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის კონტექსტში. ის შეიქმნა იმისთვის, რომ თვალყური გვედევნებინა და თავიდან აგვეცილებინა ჩვენი მოწინააღმდეგეების მიერ ჩვენს დემოკრატიასა და ჩვენს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, რათა მათი ქმედებების გამჭვირვალობა უზრუნველყოფილიყო და გვცოდნოდა, ვინ იყო მოწინააღმდეგის აგენტი. ის არ გამოიყენებოდა ჩვენი მოკავშირეების ან მოკავშირე ორგანიზაციების წარმომადგენელთა დასასჯელად. ასე რომ, როდესაც ქართული ოცნება ამ ტერმინებით საუბრობს, დე-ფაქტოდ ამბობს, რომ ისეთი ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც ძირითადად ევროკავშირის და ნატოს ქვეყნებია, როგორიცაა შეერთებული შტატები, ისინი როგორღაც საქართველოს მოწინააღმდეგეები არიან, რომ ისინი უცხო მთავრობის ინტერესებს ატარებენ. სხვა ბევრ საკანონმდებლო ცვლილებასთან ერთად ქვეყანაში ამოქმედება მედიასთან დაკავშირებული კანონიც, რომელიც მედიის წარმომადგენლების თქმით შემზღუდავი და უსამართლოა. თორნტონი თვლის, რომ მაშინ, როდესაც მისი აზრით საქართველოში ძალაუფლების ყველა განშტოება ქართული ოცნების ხელთაა, დემოკრატიის ბოლო ბასტიონებად მედია და სამოქალაქო საზოგადოება რჩებიან და სწორედ ამიტომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ილაშქრებს. ფიქრობ ნათელია, რომ ესაა თავისუფალ დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. ქართულმა ოცნებამ ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში. მათ ყავთ საკუთარი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომლებიც ჩემი აზრით არალეგიტიმურია. ძალაუფლების აბსოლუტურად ყველა შრე საკანონმდებლო ხელისუფლების ჩათვლით მათ ხელშია. დემოკრატიის ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა. ეს უკვე კარგად ცნობილი სცენარია და ის გვინახავს მაგალითად უნგრეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ პუტინზე, რომელმაც რუსეთში რამდენიმე ისეთი კანონი დააინიცირა, რაც ძალიან ჰგავს იმას, რაც საქართველოში ხდება. მედიასთან დაკავშირებული კანონების განხილვასთან ერთად სოზარ სუბარი, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი და ახლანდელი პარლამენტის წევრი, სოციალური ქსელების და სოციალური მედიის დარეგულირების იდეითაც გამოვიდა. მაშინ, როდესაც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და ხელისუფლების მხრიდან მეტ სადამსჯელო ნაბიჯებს შეიძლება მოასწავებდეს, თორნტონი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯების გადადგმას გადაწყვეტს, ქართულ ოცნებას ამის გაკონტროლება ძალიან გაუჭირდება. ქართული ოცნებისთვის სოციალური მედიის გაკონტროლება რთული იქნება. რა თქმა უნდა, ასეთი რამ გვინახავს სხვა ქვეყნებში, მაგალითად ჩინეთში. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ უბრალოდ კონკრეტული საიტის დახურვა გამოსავალი არაა. ერთადერთი ეფექტური გზა აბსოლუტურად ყველაფრის დახურვა იქნებოდა. თუმცა ვფიქრობ, ძალიან უცნაურია, რადგან ეს ქართული ოცნების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. ისინი სოციალურ მედიას ძალიან ეფექტურად იყენებენ საკუთარი კამპანიის, საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად. მათ რა თქმა უნდა შეუძლიათ სცადონ ინტერნეტ სივრცის გაკონტროლება, მაგრამ არ მგონია ეს ეფექტიანი იყოს. ძალიან ეფექტიანი აკრძალვის შემთხვევაშიც ნარატივები მაინც ვრცელდება. ევროკავშირში რუსული Russia Today აკრძალულია და მაგალითად საფრანგეთში მას ვერ უყურებენ, თუმცა ამას რუსული პროპაგანდის გავრცელება არ შეუწყვეტია. მან უბრალოდ ახალი გზები მონახა. თავისუფალი სიტყვის შეჩერების მიდგომა კი უფრო რთული რამაა და მათ ამის გაკეთება გაუჭირდებათ. ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თორნტონი ამბობს, რომ ამ შემზღუდავი კანონების მიღების ფონზე ნათელია, რომ ქართული ოცნება საკუთარ პოზიციებზე მყარად დგას და ხედვის შეცვლას არ აპირებს. კონგრესისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა ტრამპმა ევროპას გააკრიტიკა და თქვა, რომ მათ დროულად არ დაასრულეს რუსეთისგან ენერგიის შესყიდვა, მაშინ, როცა ამერიკა უკრაინის თავდაცვისთვის მილიონებს გამოყოფდა. რუსული გაზის გადამტანი გემები დიდი ხნის განმავლობაში ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ევროპული გემთსაშენის საწარმოებითაც სარგებლობდნენ. ერთ-ერთი ანალიზით ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტი ბოლო წელს გაიზარდა. ხდება თუ არა ეს ევროკავშირის სანქციების დარღვევის გზით. ნახეთ სიუჟეტი.
რუსეთის თხევადი ბუნებრივი გაზით ვაჭრობას არქტიკის იამალის რეგიონიდან 15 სპეციალიზებული ტანკერის ფლოტი უზრუნველყოფს. ასეთი ეგრეთ წოდებული ARK-7 ტანკერები სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ არქტიკის ყინული გაარღვიოს, რის გამოც მათი რეგულარული შეკეთება და ტექნიკური მომსახურებაა საჭირო. სატელიტური მონიტორინგის მონაცემები აჩვენებს, რომ ამ გემების შეკეთება რეგულარულად 2 ევროპულ პორტში ხდება. დამენის გემცაშენში, ბრესტში, საფრანგეთში და ფაიარდის გემცაშენში, დანიაში. რუსეთისთვის თუ ეს ევროპული გემთსაშენები მიუწვდომელი გახდებოდა, მათი ოპერაციები რამდენიმე წელიწადში ფაქტობრივად შეწყდებოდა, რადგან გემები უფრო და უფრო გამოუსადეგარი გახდებოდა. მომსახურება გრძელდება მიუხედავად ევროპული დაპირებისა, რომ მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსული ენერგიის ყიდვას შეწყვეტდნენ. კიევი აცხადებს, რომ მიღებული მოგება კრემლის ომს აფინანსებს. 2022 წლამდე რუსეთი ევროპას გაზის დაახლოებით 40%-ს აწვდიდა. ევროპის ქვეყნების უმეტესობა რუსულ გაზს მილსადენების საშუალებით აღარ იღებს, თუმცა თხევადი ბუნებრივი გაზი სხვა საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირის უმსხვილესი მიმწოდებელია, ახალი კვლევა, რომელიც ენერგოეკონომიკის და ფინანსური ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა, აჩვენებს, რომ გასულ წელს ევროკავშირმა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტი 18%-ით გაზარდა. ჩვენ დავიწყეთ ფიქრი, რა ხდება, რა მიზეზით იზრდება ეს იმპორტი. იამალს ევროპაში ცალკეულ კომპანიებთან აქვს კონტრაქტები. მრავალი კომპანიაა ჩართული ამ ვაჭრობაში. ევროკავშირმა შეიძლება რაღაც თქვას, მაგრამ ეს კომერციული შეთანხმებებია, ეს კერძო კომპანიებია, ეს უბრალოდ ბიზნესია. ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის ეს ბიზნესი იმაზე უფრო მომგებიანია, ვიდრე უკრაინაში გაგზავნილი დახმარების ხარჯი. ესპანეთმა გასულ წელს 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მოცულობის თხევადი გაზი შეიძინა. მაშინ, როდესაც უკრაინას 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გაუგზავნა. ამავდროულად რუსული თხევადი გაზის გადამზიდი ტანკერების ნაწილი ევროპულ კომპანიებს ეკუთვნით და მათ მიერ არის დაზღვეული. თუ ევროკავშირი მათ სანქციებს დაუწესებს, ეს უდავოდ გავლენას მოახდენს ევროპული კომპანიების მოგებაზე და გამოიწვევს დანაკარგებს. ეს ყოველთვის დილემაა, რა? სანქციები ეკონომიკურ ზიანს იწვევს. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ევროპულმა გემთსაშენებმა დამენმა საფრანგეთში და ფაიადმა დანიაში ევროკავშირის სანქციები დაარღვიეს. დამენმა ბრიტანულ გამოცემა Financial Times განუცხადა, რომ ARK-7 ტანკერების შეკეთება ახლო მომავალში აღარ იგეგმება. სრულმასშტაბიანი ომის სრული 3 წლის შემდეგ უკრაინა ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული კრიზისის წინაშე დგას. საავადმყოფოები გადატვირთულია ჯარისკაცებით, რომლებიც ამჯერად შფოთვას, დეპრესიას და პოსტტრავმულ აშლილობას ებრძვიან. ექიმები ამბობენ, რომ ეს უხილავი პრობლემები შეიძლება 10 წლეულების განმავლობაშიც კი არ მოგვარდეს. რეპორტაჟი დასავლეთ უკრაინიდან. როგორც მრავალ ჯარისკაცს, რომელიც უკრაინაში ფრონტზე იბრძვის, ვიქტორსაც სურს, რომ მხოლოდ სახელით მოიხსენიონ. მან ფრონტი გასულ წელს დატოვა და ახლა სრულიად სხვა ომში იბრძვის, რომელიც უფრო საშიშია ვიდრე სანგრები, ბომბები და დრონები. ომში საკუთარ თავთან. გასულ წელს მოკლეშვებულებაში სახლში დაუბრუნდი. პირველი კვირა ნორმალური იყო, მაგრამ მეორე კვირას ჩემმა ცოლმა შეამჩნია, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მითხრა, რომ ძილში ტყვიამფრქვევსა და ყუმბარ მტყორცნს ვეძებდი. მან მითხრა, უნდა იცხოვრო. ვიცი, რომ მართალია, მაგრამ ასევე ვხვდები, რომ შეიძლება ისეთი ნაბიჯი გადავდგა, რომელიც თავადაც ვერ წარმომედგინა. ძალიან რთულია. ვიქტორი მარტო არ არის. 3 წლიანი ბრძოლების შემდეგ ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა. ლვივში ამ საავადმყოფოს მსგავსი სამედიცინო დაწესებულებები სავსეა ომის უხილავი ჭრილობების მქონე მებრძოლებით. მათგან თითქმის 80-90% დეპრესიულ აშლილობას განიცდის, რომელიც ომის სტრესის შედეგია. ეს მოიცავს შფოთვით აშლილობებს, სტრესთან დაკავშირებულ დარღვევებს, პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას და სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ოლეგ ბერეზიუკი უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი საავადმყოფოს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის განყოფილებას ხელმძღვანელობს. არავინ იცის ზუსტად რამდენი ჯარისკაცი დაკარგა უკრაინამ ამ ომში, ან რამდენი დარჩა სამუდამოდ დაშავებული. თუმცა რიცხვები იმდენად შემაშფოთებელია, რომ ბეზერიუკი დარწმუნებულია, უკრაინაში ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცედურები შეიცვლება. მჯერა, რომ ამ ომის შედეგად ჩვენ გვექნება სტრესთან დაკავშირებული აშლილობების ახალი დიაგნოსტიკური პროცედურები.
მაშინ, როცა ჯარისკაცთა ნაწილი ფსიქოლოგიურ პრობლემებს ებრძვის, სხვები მათი ადგილის შესავსებად ემზადებიან. ლვივის სახმელეთო ჯარების ეროვნულ აკადემიაში ახალგაზრდა უკრაინელები ემზადებიან, რომ ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომში იბრძოლონ. მათ კარგად იციან, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება მძიმეა, მაგრამ ეს მათ არაფერ ხებს. როცა აკადემიაში შევედი, ზუსტად ვიცოდი, რისთვისაც ვემზადებოდი. მზად ვარ. ჩემი ერთადერთი შიში გამოცდილების ნაკლებობაა, მაგრამ ვიცი, რომ იქ ყველაფერს მასწავლიან. აქ სერხიის ადამის თანაკურსელებს ტანკების მართვას, დრონების გამოყენებასა და ყუმბარ მტყორცნების სროლას ასწავლიან. მაგრამ თითქმის არავინ საუბრობს იმ სასტიკ რეალობაზე, რაც მათ სანგრებში დახვდება, თემაზე, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით საავადმყოფოებში ყოველდღიური განხილვის საგანია. ვინც ომში არ ყოფილა, მათთვის ამის გაგება შეუძლებელია. როცა ვერ იძინებ, როცა სიზმარში ყველაფერს ხედავ, როცა, ასე ვთქვათ, იბრძვი ძილში, როცა შენი ნერვული სისტემა დანგრეულია და ტკივილი აუტანელია. არ იცი რა უნდა გააკეთო. ეს ძალიან რთულია. ვიქტორს და ათასობით სხვა მებრძოლს ეს განცდა ძალიან კარგად ესმის. ისინი ერთმანეთს ესაუბრებიან იმ იმედით, რომ თავიანთი მოგონებების გაზიარებით მათ ნაწილობრივ მაინც დაივიწყებენ. და იქნებ დაეხმარონ კიდეც მათ, ვინც მალე იმავე ბრძოლას შეეჯიდება. დღეისათვის სულ ეს იყო. თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი დღეს. მე ეკა მაღალდაძე ვარ. შემოგვერთით მომავალ კვირასაც. ჩვენი ამ და სხვა გადაცემების, ისევე როგორც სხვა მასალების ნახვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ვებგვერდზე amerikiskhma.com სიახლეებისთვის გამოყვებით სოციალურ ქსელებში, Facebook-ის, Instagram-ის, X-ისა და YouTube-ის ოფიციალურ გვერდებზე. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით.